ადგინე ადამიანი, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მარტო მიდის და სიმართლის თქმისთვის ხშირად ციხეში ან გადასახლებაში ხვდება. მე ვარ მენაბდა მასწავლებელი, მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე. მე მოგცემ 5 მინიშნებას და შენ უნდა დამიწერე კომენტარებში რაზე ვსაუბრობ ვიდეოში. მოდი დავწყოთ. სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და განსხვავებულად მოაზროვნეს ან განდგომილს ნიშნავს. ეს არის პიროვნება, რომელიც ღიად და აქტიურად უპირისპირდება სახელმწიფოს ოფიციალურ სავალდებულო იდეოლოგიას. ტერმინი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირსა და სხვა კომუნისტური რეჟიმების პირობებში, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ გასაკვირი საერთოდ არ არის. ხელისუფლება მათ ხშირად ხალხის მტრებად აცხადებდა და მათ გასაჩუმებლად ციხეებს ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს იყენებდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს ამ სტატუსის ყველაზე თვალსაჩინო და გმირი წარმომადგენელი მერაბ კოსტავა იყო. დამიწერე კომენტარებში რაზე ვსაუბრობ ვიდეოში, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამომიწერე. პასუხი რა თქმა უნდა დისიდენტია.